ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. სიტყვით გამოსვლების დროს პარტიის ლიდერებმა მათი გეგმების შესახებ ისაუბრეს. ოპოზიციურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს და აქცენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე აკეთებს. აქციის მონაწილეებს ვიდეო ტრანსლაციის საშუალებით სიტყვით მიმართეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. გილოცავთ ჩემო და ჩვენო თანაგუნდელებო, საქართველოს თანამებრძოლებო, გილოცავთ იმას, რომ გავიარეთ ურთულესი პერიოდი, რომ გაუძველით ურთულეს გამოწვევებს, რომ შევერკინეთ ურთულეს პრობლემებს და ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ჩვენი ქვეყანა მოვიყვანეთ გამარჯვების ზღვართან და სამ დღეში ამ ზღვარს გადავლახავთ და საქართველო და თითოეული ჩვენგანი იქნება გამარჯვებული. გილოცავთ მომავალ გამარჯვებას. არსებობდა კიდე ერთი გივით არგამაძე ბაბუა ჩემი, რომელიც გუშინდელი აფეთქების ადგილიდან სულ 100 მეტრში 27 წლის ასაკში ოკუპანტებმა დაახურიტეს NKVD შენობაში. მეორეს ვერ მივართმევ. მე არ გავჩერდებით, თქვენ არ გაჩერდებით. საქართველო არ გაჩერდება. საქართველო გაიმარჯვებს და საქართველო წავა წინ. საქართველოს გამარჯვებას გაუმარჯვებს. მადლობა. ზუსტად სამ დღეში შეჩერდება 9 თვის ბავშვის კვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზების და უკუსლის პოლიტიკა. სიმართლის სიცრუით გასაღების და სიცრუით სიმართლედ გამოცხადების ცდელობა და საქართველო ისევ გააგრძელებს წინსვლას. ზუსტად სამ დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა. სულ ცოტა დაგჭა გამარჯვებამდე. დღეები და საათები. 8 ოქტომბერი გადამწყვეტი არჩევნებია. გადამწყვეტი ბრძოლა. ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. 4 წელი საკმარისი იყო მათი მმართველობის. არ შეუძლიათ ვერ მიხედეს ქვეყანას. ის განიცდის უკუსვლას და არნახულ გაჭირვებას. ვერც ერთი ლიდერი ვერ მივა ვერც ერთ ორგანიზაციაში და ვერ იტყვის, რომ მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე გააკეთეთ თითოეულმა თქვენგანმა. ამიტომ ჩვენ ერთხელ უკვე გამოვიყანეთ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ ამას გავაკეთეთ მეორედ. ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ გავიმარჯვოთ სამ დღეში. 8 ოქტომბერს ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავასრულებთ ამ ქვეყანაში უძრაობას, დავასრულებთ უმუშავრობას, დავასრულებთ სიღარიბეს, დავასრულებთ უიმედობას და ახალი ენერგიით წავიყვანთ საქართველოს წინ. მოქალაქეებისადმი მიმართვების შემდეგ პარტიის ლიდერები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მსვლელობით პარლამენტის ძველი შენობისკენ გაემართნენ. მშვიდობიანი აქცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სპეცრაზმი. როგორც აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, უწყება კანონის თანახმად უზრუნველყოფდა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას.